გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ შმაგი სამხარაძე და ეს არის გადაცემა პროპაგანდის წინააღმდეგ მისმინეზე, სადაც ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში, რა იდეებზეა აგებული და როგორ ცდილობს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას სხვადასხვა სპიკერებისა და პროპაგანდისტების საშუალებით. სანამ კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდოდე, ჯერ საჭიროა გავიგოთ ერთი მთავარი რამ, რა იდეოლოგიაზეა აგებული ეს პროპაგანდა. მოდი ვნახოთ ეს ამონარიდი. ამას გვე კატეხონის, ხოთო შორის ეს ძალიან დუგინის მითი ლოჰკე რუკა როგორ იქნება სუბუქი ხელი არის საშინლად დისკრედიტებული ეს ტერმინი, ხო? კატეხონ ძალიან ხშირად. ისედაც ქართულ დუგინს მეძახიან. რა არის კატეხონი? ეს სიტყვა მოდის ბერძნული სიტყვიდან კატეხონ, რაც ნიშნავს შემაკავებელს, ძალას, რომელიც ბოროტებას აკავებს. ეს ტერმინი ხვდება ბიბლიაში პავლე მოციქულის მეორე წერილში თესალონიკელთა მიმართ. ქრისტიანულ თეოლოგიაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა სხვადასხვა ინტერპრეტაცია იმის შესახებ, თუ ვინ ან რა შეიძლება იყოს ეს შემაკავებელი. ზოგიერთი ადრეული ქრისტიანი თეოლოგი ფიქრობდა, რომ კატეხონი იყო რომის იმპერია, რადგან სწორედ იმპერიული წესრიგი აკავებდა ქაოსს და ანარქიას. მოგვიანებით სხვები ამბობდნენ, რომ კატეხონი შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც იცავს წესრიგს. სხვები ფიქრობდნენ, რომ ეს არის ეკლესია, ხოლო ზოგიერთი ღვთიური ძალა. ანუ ტრადიციულ ქრისტიანულ აზროვნებაში კატეხონი იყო აბსტრაქტული თეოლოგიური იდეა და არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო ან ერი. მაგრამ თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ იდეოლოგიაში ამ ცნებას სრულიად ახალი მნიშვნელობა მიეცა. რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ამტკიცებს, რომ რუსეთი არის კატეხონი, ძალა, რომელმაც თითქოს და უნდა შეაჩეროს დასავლეთი და გადაარჩინოს მსოფლიო моральной дашლისგან. Მოდი ვნახოთ. Я предлагаю 3 сложения, одного читания и 5 равенств. Такая вот формула русской идеи в самом-самом голографически сжатом виде. Эти флаги, имперский, советский и российский, это целое мировоззрение. Это и правые, и левые, но русские объединяются для того, чтобы победить в этой фундаментальной войне. Крепить это настоящее братство народов вокруг народа русского, это задача, и это тоже еще одно сложение. თუ ყურადღებით მოусმენთ მის გამოსვლებს, დავინახავთ, რომ ეგრეთ წოდებული რუსული სამყაროს იდეოლოგია რამდენიმე მთავარ ელემენტზეა აგებული. პირველი, რუსეთის ისტორიის სინთეზი. დუგინი ამბობს, რომ უნდა გაერთიანდეს სამი სხვადასხვა ეპოქა: ცარისტული იმპერია, საბჭოთა კავშირი და თანამედროვე რუსეთი. ანუ უნდა შეიქმნას ერთი დიდი ისტორიული ნარატივი, სადაც მონარქია, კომუნიზმი და თანამედროვე სახელმწიფო ერთ საერთო მისიის ნაწილად წარმოჩინდება. მეორე, საჭიროა მთავარი მტრის განსაზღვრა. ამ იდეოლოგიაში მთავარ მტრად გამოცხადებულია ლიბერალიზმი და დასავლეთი. დასავლეთი წარმოდგენილია როგორც ცივილიზაცია, რომელიც თითქოს და ანგრევს რელიგიას, ტრადიციებს და ოჯახურ ფასეულობებს. მესამე, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიდასავლური გლობალური კოალიცია. დუგინის ხედვით ამ კოალიციაში უნდა შევიდნენ რუსეთი, ჩინეთი, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ასე ყალიბდება იდეა ეგრეთ წოდებული რუსული სამყაროს შესახებ, ცივილიზაცია, რომელსაც თითქოს განსაკუთრებული მისია აქვს. რაღაცას გვაგონებს, არა? თუ ისტორიას გადავხედავთ, მსგავსი იდეები უკვე არსებობდა. მე-20 საუკუნეში ფაშისტური და ნაცისტური იდეოლოგიებშიც ხვდება მსგავსი ნარატივები. ბენიტო მუსოლინი ფაშიზმის იდეოლოგიაში განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებდა იტალიის ისტორიულ მისიას. მისი მიზანი იყო ძველი რომის იმპერიის აღდგენა და იტალიის გარდაქმნა ძლიერ იმპერიად. მუსოლინი თვლიდა, რომ იტალია უნდა გამختارიყო ცივილიზაციის ახალი ცენტრი და შეესრულებინა განსაკუთრებული როლი მსოფლიო ისტორიის ფორმირებაში. ადოლფ ჰიტლერის რეჟიმიც საუბრობდა გერმანელი ხალხის განსაკუთრებულ ისტორიულ მისიაზე, რომელსაც უნდა დაედგინა ახალი მსოფლიო წესრიგი. ამ იდეოლოგიებში ყოველთვის ჩნდება რამდენიმე საერთო ელემენტი. პირველი, იდეა განსაკუთრებული ცივილიზაციის შესახებ. მეორე, ძლიერი მტრის კონსტრუქცია და მესამე, ისტორიული მისია, რომელიც თითქოს და კონკრეტულ ერს ეკისრება. დავუბრუნდეთ რუსეთს. თუ რეალურ მონაცემებს შევხედავთ, ჩნდება ბევრი წინააღმდეგობა. მაგალითად, რუსეთი ხშირად აცხადებს, რომ არის ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დამცველი. მაგრამ რეალური სტატისტიკა სხვას აჩვენებს. რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დაახლოებით 6-დან
10%-მდე დადის ეკლესიაში რეგულარულად. შედარებისთვის, პოლონეთში ეკლესიაში ყოველ კვირას დადის მოსახლეობის დაახლოებით 30-40%. ასევე დიდია ეს მაჩვენებელი საბერძნეთში, იტალიაში 20%-მდე. ესპანეთშიც კი, რომელიც უფრო სეკულარულ ქვეყნად ითვლება, რელიგიური პრაქტიკა უფრო მაღალია ვიდრე რუსეთში. ანუ ჩნდება საინტერესო პარადოქსი. ის ქვეყნები, რომლებსაც რუსული პროპაგანდა დასავლურ და უღმერთო საზოგადოებად აღწერს, რეალურად უფრო აქტიურად ცხოვრობენ რელიგიური ცხოვრებით, ვიდრე ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზაციის დამცველად აცხადებს. ოჯახური ღირებულებების თემაზე საინტერესო სტატისტიკა არსებობს. რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება განქორწინების რაოდენობით. მაგალითად, ბოლო წლების მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 4-5 განქორწინება მოდის ყოველ 1000 ადამიანზე. ევროპაში და ამერიკაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2-3-ს უტოლდება. უფრო მეტიც, ბოლო წლებში რუსეთში დაახლოებით 10 ქორწინებიდან 8 განქორწინებით სრულდება. ასეთია მაგალითად 2024 წლის მონაცემები. მათი ლიდერიც კი ვლადიმერ პუტინი განქორწინებულია. იგივე წინააღმდეგობა ჩანს მსოფლიო პოლიტიკაშიც. დუგინის იდეის მიხედვით, რუსეთმა უნდა შექმნას დიდი ანტიდასავლური კოალიცია აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ერთად. თუმცა რეალობა სხვაა. მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის. ჩინეთიც კი გაცილებით მეტს ვაჭრობს დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურად უფრო მეტად არიან დაკავშირებული ევროპასთან, ჩინეთთან და ინდოეთთან. დუგინის კატეხონის სისუსტე განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოჩნდა. მსოფლიო აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ უერთდება რუსეთის ომს. ანუ რეალურ სამყაროში ის დიდი კოალიცია, რომელზეც დუგინი საუბრობს, უბრალოდ არ არსებობს. ამბობენ, რუსებს განსაკუთრებული მისია გვაქვს, კაცობრიობას უნდა დაუბრუნოთ სარწმუნოება, ოჯახები კი გადავარჩინოთ დაშლას, მაგრამ რატომღაც ეკლესიაში სიარული გვეზარება და განქორწინების მაჩვენებლებით ჩემპიონები ვართო. კატეხონი არა, მაგრამ ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები ნამდვილად არიან. მას ასე დავიწყოთ манипуляციების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის მხილება ჩვენთან. დღეს ვისაუბრებ პროპაგანდის მთავარ ხაზებზე. პირველი ხაზი: რუსეთი იგებს, უკრაინა და დასავლეთი მარცხდება. მოდი ვნახოთ ეს ამონარიდი. მე სულ მახსენდება ხოლმე ასეთ მომენტში, ესე იგი, ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა ბომბდამშენმა თუ ასეთმა გადაუფრინა ამერიკულ ავიამზით და ყველაფერი გაითიშა იმ ავიამზით. ამ ინტერვიუში გვესმის, თითქოს და რუსულმა ბომბდამშენმა ამერიკულ სამხედრო ხომალდს გადაუფრინა, რის შემდეგაც ხომალდზე ყველაფერი გაითიშა. მოდით გავარჩიოთ რა არის აქ ფაქტი და რა არის პროპაგანდისტული მითი. საქმე ეხება 2014 წლის მოვლენებს შავი ზღვის რეგიონში. მაშინ რუსული Su-24 ტიპის თვითმფრინავი მართლაც მიუახლოვდა ამერიკულ სამხედრო ხომალდს USS Donald Cooks. ეს იყო დემონსტრაციული სამხედრო მანევრი იარაღის გამოყენების გარეშე. მაგრამ ამის შემდეგ იწყება მითი. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს და თვითმფრინავმა გამოიყენა ელექტრონული ბრძოლის სისტემა ხიბინი და სრულად გამორთო ხომალდის თავდაცვის სისტემა. თითქოს ეკრანები ჩაქრა, რადარები გაითიშა და ეკიპაჟის ნაწილმა სამსახურიდან წასვლის მოთხოვნაც კი დაწერა. ამ განცხადებებს არც ერთი სამდოწყარო არ ადასტურებს. პირველი, ხიბინის სისტემა იმ კონფიგურაციით საერთოდ არ იყო დაყენებული იმ ტიპის Su-24-ზე. მეორე, ამერიკულმა მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტექნიკური შეფერხება არ მომხდარა. და მესამე, ეკიპაჟის მასობრივი გადადგომის ამბავი სრულად გამოგონილი აღმოჩნდა. ასეთი ისტორიები ვრცელდება იმიტომ, რომ ქმნის სუპერძალის იმიჯს, თითქოს ერთმა ღილაკმა შეიძლება დასავლეთი გაანადგუროს. ეს არ არის სამხედრო ანალიზი, ეს არის ფსიქოლოგიური პროპაგანდა. მოდი ვნახოთ კიდევ ერთი ვიდეო. მაგრამ მეორე ამბავია, რაც თქვა ზელენსკი, რომ მე ამას არავინ არ მაპატიებს, მას არც ასე აპატიებენ და არც ისე აპატიებენ. ინტერვიუში გაჟღერდა ფრაზა, თითქოს ზელენსკი ამბობს, ამას არ მაპატიებენ. და ეს ისე იქნა წარმოდგენილი, თითქოს მან საკუთარი დანაშაული აღიარა. თითქოს მას აუცილებლად დასჯიან და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მაგრამ ნახოთ რეალური კონტექსტი. დიახ, ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირება მართლაც გამოიყენა. თუმცა ის ამას სრულად სხვა კონტექსტში ამბობდა.
იგი საუბრობდა იმაზე, რომ თუ უკრაინა არ დაიცავს საკუთარ ტერიტორიებს, თუ არ იბრძოლებს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თუ არ უპასუხებს აგრესიას, ამას უკრაინელი ხალხი არ აპატიებს არც მას და არც იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ანუ აზრი იყო სრულიად საპირისპირო. ეს არ იყო დანაშაულის აღიარება, ეს იყო პასუხისმგებლობა. მან თქვა, რომ ვალდებულია იბრძოლოს, რადგან სხვა შემთხვევაში ხალხი არ აპატიებს უმოქმედობას. ეს დიდი განსხვავებაა. პროპაგანდის მეთოდი მარტივია. აიღონ ემოციური ფრაზა, ამოგლიჯონ კონტექსტიდან და წარმოაჩინონ თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ახლა მეორე თეზისი. უკრაინა სუსტია, რესურსი არ აქვს, რუსეთს შეუძლია უსასრულოდ იომოს. გაცილებით უფრო მეტად უჭირს და ეს გასაგებია. რუსეთი მთელი თავისი რესურსებით იქ რაც არ უნდა პრობლემები იყოს და დაუშვათ მომზადებელი ჯარისკაცი გაუშვა, თუმცა ძალიან ბევრი უცხოელი ყავთ მათ ამ სამხედრო ძალებში და კონტრაქტნიკები და ასე შემდეგ. შეუდარებლად მძიმე ვითარება უკრაინაში ამ თვალსაზრისით. რეალობა ბევრად უფრო რთულია. რუსეთს მართლაც აქვს რესურსები, მაგრამ მისი ეკონომიკა უკვე სამხედრო რეჟიმში მუშაობს. სამხედრო ხარჯები იზრდება, სანქციები ზღუდავს ტექნოლოგიურ და ფინანსურ წვდომას, ბიუჯეტზე დატვირთვა მატულობს, რუბლი არასტაბილურია, კადრების დეფიციტი იზრდება. ეს არა უსასრულო რესურსის, არამედ მაღალი ხარჯების მოდელია. რაც შეეხება უკრაინას, ის მარტო არ იბრძვის. ამერიკა, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა და სხვა ქვეყნები მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს უკვე კოალიციური მხარდაჭერაა და ბოლოს საუბარი თითქოს ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ, ვინ იქნება პრეზიდენტი. მოდი ნახოთ. ეხლა ჩვენ ნუ გამოგვრჩება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ლაპარაკი არის რეალურად არჩევნების ჩატარებას. შვენივრად შეიძლება ამისი ასე ვთქვათ ორკესტრირება, რომ ზალუჟნის ეტყვიან შენ აქ იქნები, ტიმოშენკოს ეტყვიან შენ აქ იქნები, იქ კიდე ვიღაცა და აი ესეთი კონფიგურაცია რო შექმნან. არაფერი უცნაურობა არ არის. მით უფრო თუ თან პუტინს შეუთანხმებენ, რომ აბა ეს გაწყობს, ეს არ გაწყობს, როგორ იქნება რანაირ. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ინფორმაცია გარედან დანიშვნის შესახებ. ასეთი ნარატივების მიზანია შექმნას განცდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და წინააღმდეგობა აზრს კარგავს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. უკრაინა აგრძელებს ბრძოლას, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს. დასავლეთის მხარდაჭერა მზარდია და კონტექსტი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამოგლეჯილი ციტატა. მეორე ხაზი. ირანი იგებს, ამერიკა მარცხ ხდება. მოდი ვნახოთ ერთი ვიდეო. თანაც ახლა ირანული დრონები დაახლოებით $15,000 ჯდება ერთი დრონი, ну 25 ზოგი გათვლით. და პეტრიოტი რომელსაც ეს დრონი უნდა შეაჩეროს, ჯდება 1 მილიონი პეტრიოტის რაკეტა. აი რა ეკონომიკა უნდა გაუწოს ახლა ირანის შეტევას და თანაც ეს დრონები ირანს აქვს, რავი ჯამში როგორც იწერებოდა აქამდე 200,000-მდე შაჰიდები და პლუს ბალისტიკა და ასე შემდეგ. ну ზოგი ახლა უფრო მეტი ციფრის იწერება. ამიტომ ეს ახლა 200,000 გაამრავლე 1 მილიონზე, ესე იგი 1000 მილიარდია და ესე იგი 200 მილიარდი უნდა დაუჯდეს მარტო პეტრიოტით და კიდე რაღაცა ხოჭდება და ამერიკას არა აქვს ეს ეკონომიკა დღეს, რომელიც შეძლებს ამ ომის წარმოებას. დაუშვათ, რომ ეს გათვლები მართლაც სწორია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ეს არ ნიშნავს იმას, რასაც პროპაგანდა ცდილობს დაგვაჯეროს. ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოში ყველაზე დიდია და დაახლოებით $1 ტრილიონ უახლოვდება. უფრო მეტიც, უკვე განხილულია მისი დამატებითი ზრდაც $100 მილიარდი. ასეთ მასშტაბში $200 მილიარდი არ არის ის თანხა, რომელიც ქვეყნის რესურსებს ამოწურავს, ან მას სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში შეუშლის ხელს. კიდევ ერთი ვიდეო. თვითონ ტრამპის ჩანს იქ, ხო, გავცელდა იქ სურათი როგორ უღრიალებს საკუთარ გარემოცვას როგორ არის ესე გამტარი. ნამდვილია ეგ სურათი? რთულია. არავის არ უთქვამს რომ არა, ნამდვილი, ხო. მან საინტერესო არის ის, რომ ალბათ ხვდებიან, რომ რაღაც შეიძლება შარში ამოყო თავი. საუბრობენ ფოტოზე, სადაც თითქოს და დონალდ ტრამპი უყვირის თავის თანამოსაუბრეს, იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა პანიკაშია. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა,
რომ ეს სურათი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფეიკია. ასე რომ ხშირად ხედავთ ერთსა და იმავე სქემას, ჯერ ჩნდება დრამატული ნარატივი ამერიკის სისუსტეზე, შემდეგ ცელდება ხმაურიანი ფოტოები ან გათვლები, მაგრამ როცა ამ ყველაფერს უფრო მშვიდად და ფაქტებით შევხედავთ, სურათი ბევრად განსხვავებულია. მესამე ხაზი, თითქოს და სპიკერები არიან ინტელექტუალები. პროპაგანდის კიდევ ერთი მიმართულებაა პროგნოზები. ხალხის თვალში სპიკერები უნდა წარმოაჩინონ მოვლენების ზუსტ ანალიტიკოსებად. აი დღეს იყო ფეიკი გუშინ. ვიღაცა ავრცელებს ფეიქს, ვიღაცა ვითომ დევიდი თუ რაღაცა გვარის, რომელიც მერე ვიღაცა ჩვენსას აქვს გადმოტანილი, რომ ვითომ ირანი აპირებს დაარტყას აზერბაიჯანს და სომხეთს. და იქვე მე ინტერნეტშივე მივდე ეს არის ფეიკი, ეს არის გავრცელების, ესე იგი ანტიირანული ზურგიდან დარტყმის საფრთხე, რომ მეორე დღესვე ირანმა მართლაც დაარტყა ნახიჩევანის აეროპორტს. რის შემდეგაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ საინტერესო რამეს. პროპაგანდისტები ხშირად ცდილობენ წარმოაჩინონ თავი ისე, თითქოს მათ ზუსტად იციან, რა მოხდება ხვალანძეგ. ისინი აკეთებენ ხმაურიან პროგნოზებს, თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ რაღაც არასოდეს მოხდება, ან პირიქით, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. მაგრამ როცა დრო გადის, ხშირად აღმოჩნდება, რომ მათი პროგნოზები უბრალოდ არ ემთხვევა რეალობას. ასე დროს კი ისინი ჩვეულებრივ ცდილობენ თემის შეცვლას, ახსნა განმარტებების მოძებნას, ან საერთოდ აღარ ახსენებენ საკუთარ წინა განცხადებებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ყოველთვის შევხედოთ, რამდენად ხშირად მართლდება მათი განცხადებები რეალურ მოვლენებთან შედარებით. მეოთხე ხაზი, რუსეთი არ არის ოკუპანტი და მტერი. ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ მაგალითზე, რომელიც პროპაგანდის ბევრად უფრო რთულ ფორმას გვაჩვენებს. Привел к катастрофам 15 года, катастрофам 21 года, катастрофе, значит, вот сейчас потери Карабаха, понимаете, армяне потеряли Азербайджан как свою родину и так далее. Поэтому Запад использует народы, манипулирует народы в своих интересах, в своих целях, для порабощения независимых и суверенных государств. როგორც ხედავთ, მაქსიმ შევჩენკოს უთმობენ ქართულ ტელესივრცეს, სადაც ის ხშირად საუბრობს დასავლეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს ხალხების დაპირისპირებას, ქვეყნების დაქვემდებარებას და რეგიონებში საკუთარი გავლენის გაფართოებას. შემდეგ კი ვხედავთ მეორე მხარეს, თუ როგორ დადებითად საუბრობს ქართველებზე და საქართველოზე. მოდი ვნახოთ. Вот, кстати, хочу сказать, что Грузия выступает препятствием на пути этого, потому что вы, грузины, слава богу, вы не знаете этнического национализма. Как мы знаем, Грузия является домом в силу того, что православие, христианско-религиозный подход господствует в Грузии, да, для многих народов, для многих племен, для многих этносов, которые объединяют друг друга под этим прекрасным словом Сакартвело, Грузия, да. Это и народы, собственно, картлийского корня или ласского корня, там, или, значит, какие-то другие, там, сванского, как они говорят, там, зурдзукского корня, да, или это кисты, ну, не будем, это азербайджанцы, армяне, евреи, самые разные народы, курды, кстати, да, или езиды, которые являются достойными сыновьями и дочерями тоже Грузии, для которых Грузия – это родина. У вас нет национализма. Запад пытался привить этот национализм Грузии, да, что вот, но это как бы не укладывается в менталитет. ერთი შეხედვით შეიძლება შეიქმნა შტაბ-ჭრილება, რომ ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საქართველოს და მეგობრულად არის განწყობილი. მაგრამ სწორედ აქ იწყება პროპაგანდის უფრო დახვეწილი ფორმა. სქემა ძალიან მარტივია. პირველ რიგში აუდიტორიას უჩნდება სიმპათია, რადგან სტუმარი კარგად საუბრობს ქართველებზე, კულტურაზე და ისტორიაზე. შემდეგ კი თავარი ნარატივი ნელ-ნელა გადადის სხვა მიმართულებაზე, დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის პოლიტიკის გამართლებაზე. თუ შევხედავთ შევჩენკოს რეალურ პოლიტიკურ პოზიციებს, დავინახავთ, რომ ის ხშირად ამართლებს რუსეთის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად, ამართლებს რუსეთის როლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მისი პოზიცია ხშირად იმეორებს კრემლის მთავარ ნარატივს. თითქოს ეს კონფლიქტები რუსეთის ბრალი არ არის და თითქოს და რეგიონებში არსებული მდგომარეობა ისტორიული პროცესების შედეგია. ასევე ის აჟღერებს, გზავნილებს, რომ აუცილებელია ქართულ-რუსული დიალოგი.
და ქმნის მოლოდინს, რომ თუკი საქართველოს სრულად გახდება რუსული სამყაროს ნაწილი, შეიძლება დევნილებიც დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საბოლოო გზავნილი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება. რუსეთი არ არის აგრესორი, რუსეთი არ არის ოკუპანტი. ეს არის ბევრად უფრო რბილი და მანევრული კომუნიკაცია, სადაც პროპაგანდისტი ცდილობს დობის მოპოვებას, კულტურაზე, რელიგიაზე და ისტორიულ კავშირებზე საუბრით და შემდეგ ამ დობის გამოყენებას პოლიტიკური ნარატივის გასავრცელებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ არა მხოლოდ იმას, რას ამბობს სტუმარი ქართულ ხალხზე, არამედ იმასაც, რა პოზიცია აქვს მას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ ეძლევა ქართულ ტელეეთერში რეგულარული პლატფორმა ადამიანს, რომლის პოლიტიკური პოზიცია საბოლოოდ მაინც ემთხვევა კრემლის ნარატივს საქართველოს კონფლიქტებზე? ეს იყო პროპაგანდის წინააღმდეგ პირველი ეპიზოდი. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით შეხვდებით შემდეგ კვირას.